გამარჯობა კიდევ ერთხელ. მოგლედ ბოლოს ვისწავლეთ, რომ აი ამ წერტილში არის რაღაც პატარა ანიმაციები და ეფექტები, რომელიც ერთ შეხედვით არაფერი არ არის, დებილობა არის, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება გადაგვარჩინოს და 1-2 დღე დაგვიზოგოს. დღეს უნდა გავაკეთო რაღაც პატარა მარტივი პრაქტიკული დავალება და ძალიან გაგვისწორდება. რახან ფორმებზე და იმებზე ვართ, წარმოვიდგინე ესეთი რაღაცა, რომ stop sign-ი რო არის. ანუ გასაჩერებელი ადგილი. და ნიშანი, საგზაო ნიშანი რო არის, stop რო არის. აი რო გავაკეთოთ, ნახოთ როგორ გამოგვივა. ამისთვის დაგვჭირდება რომ ჩვენ გავაკეთოთ ახალი composition-ი. ეს საკუთხედ იყოს არწავშავოთ, რა იცით რაში დაგვჭირდეს. შესაბამისად გავაკეთოთ ახალი composition-ი, აი აქედან და დავარქვათ stop signal არის მოგლედ გაჩერების ნიშანი. არის ინგლისურად ეგ კარგად როგორ იწერება. და დრო 10 წამი, სტანდარტულად ძალიან ჯიგრული არის. პირველ რიგში, როგორც გვახსოვს, უნდა გავჩითოთ, მოვხოდოთ წრეწირი. რადგან მთლიანად ეგ არის მრგვალი რა. ამისათვის ჩვენ შევდივართ არსად, იმიტომ რომ აქვე არის ეგ რაღაცა, აი აქ ზევით მარჯვენა ზედა კუთხეში და ავირჩიოთ ერთი წუთითაც. ავირჩიოთ მრგვალი, ავირჩიოთ ეკლიპსი. ყველაზე მაგარი ეგ არის. ყველაზე ახლოს ეგ არის. გაიჩითოს დაახლოებით ესე და რატომღაც წინა composition-ის ის გადმოყვა. ნიშნები, მაგრამ დავიკიდოთ ეგ. ორი წამით გავადიდოთ მთლიან ეკრანზე. ეს როგორ გავაკეთე, გეტყვით ახლა. მოკლედ, არ ვიცი ამ ღილაც რა ქვია კლავიატურაზე, მაგრამ escape-ის ქვევით არის მძიმესავით. თავზე რომ მძიმეს აკეთებენ, ქვევით ამ მძიმე კი არა, იზევითაც ვაკეთებენ მძიმეს. და მაგას რო დააჭერ, ეს ავტომატურად იზრდება და მცირდება. არ ვიცი რა ქვია მართო. შესაბამისად ორი წამით გავადიდოთ, რათა მთლიანი ეკრანი ჩანდეს და თავისითვე პატარავდება, როცა ამას ვაკეთებ. და დავიკიდოთ მაშინ. თავარი თემა რა არის ახლა? არის თუ არა? ან თავარი კითხვა რა არის? არის თუ არა ეს წრეწირი საკმარისად მრგვალი იმისთვის, რომ იყოს stop sign-ი. Sign-ი, ბიჭო, sign-ი. stop ნიშანი. ჩემი აზრით არის. მაგრამ ცოტა რაღაცნაირი კვერცხის ფორმა აქვს. ამისათვის ჩვენ უნდა დავაჭიროთ shift-ს და უნდა დავაჭიროთ, უბრალოდ ჯერ უნდა დავაჭიროთ ამას კუთხეში და მერე shift-ს. და გაიზრდება კარგად. აი ეს უკვე კაი არის ჩემი აზრით. ჩემი აზრით ეს უკეთესია. ეს ძალიან საშინელება. სადღაც აქ არის. და ეს იდეალური. ანუ ისა იდეალურია მოკლედ. აი ეს არის იმენა სტოპი. რა უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ იმისთვის, რომ პირველ რიგში დაიმსგავსოს stop sign-ს. ფერები არის მთავარი. რახან აქ ლურჯი არის, ლურჯი ჩვენ არ გვაწყობს, ჩვენ გვინდა წითელი. ეს ზედმეტად წითელია, ეს ზედმეტად ვარდისფერია. ეს არის წითელი. მაგრამ ის stop sign-ი იყო ნაკლებად ძალიან წითელი არ იყო რა. აი სადღაც ეს იდეალური არის. ასე უნდა შევცვალოთ stroke-ი არის აი ირგვლივ ფერიც არის. ჩვენ შემთხვევაში არჩეული გქონდა პინაზე რა იმ სამკუთხედს რო დავდე, ასე მაგრამ თეთრი გვინდა. ძალიან კაია რომ თეთრი მარცხენა ზედა კუთხეში ეგრევე თეთრი არის. და არაფერი განსაკუთრებული თვალება აქ გჭირდება. ეს stroke-ი მე მგონი ძალიან დიდი არის ამისთვის. ხوار დავაპატარავთ. აი ესე უკეთესი არის ალბათ. შვენიერი ერთი ნაბიჯი წინ წავიწით. ეხლა რა გვინდა შემდეგი ეტაპი რა არის? რას ვაკეთებთ? შემდეგი ეტაპი არის ის, რომ შემდეგ ეტაპზე ტაუტოლოგია უნდა მოვიშოროთ. შემდეგი ეტაპი არის შემდეგი. ტექსტი უნდა ჩავწეროთ შიგნით. რაც გულისხმობს გაჩერებას, stops. როგორ ვაკეთებთ ამას? ბევრნაირად შეიძლება ერთი ის, რომ კლავიატურაზე T-ს დავაჭერთ, ანუ ტექსტი და დავწერთ. თუმცა ასევე შეგვიძლია აი აქ მარცხენა ზედა კუთხეში T-ს დავაჭიროთ და მე დავაჭიროთ აქ.
და ჩავწეროთ stop. საშინელება. მაგრამ არ უშავს გავასწოროთ მაგერს. პირველ რიგში self-fine უნდა იყოს არჩეული. დავირჩიოთ სხვა რამე. ცოტა ისეთი, რომ გავდეს. ასე თუ ისე. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ყველა იყოს მაღალი. არა ეს სხვა რაღაც არის. ამისათვის ჩვენ უნდა მოვნიშნოთ აი ეს რაღაც. ჩვენი იდეალური არის. როგორც ხედავთ, წრე უფრო დიდი არის. კი არა და ტექსტი უფრო დიდია. ვიდრე წრე. შესაბამისად, ხელით გვიწევს რაღაცების გაკეთება. კარგი. ასე თუ ისე დაემსგავსა. შეგვიძლია რომ ნებისმიერ შევცვალოთ ეს არ გავს ისე კარგად. ტექსტ გულისხმობს stops, მაგრამ თავარია ჩვენ ვსწავლობთ ახლა საფუძვლებს რა და არა სერვირებას. ეხლა ვსწავლობთ ერძის მომზადებას და არა სერვირებას. სერვირებასაც დავამოყავთ ნელ-ნელა. ეხლა თავარია ძირითადი საფუძვლები ვისწავლოთ. გაკეთდა ესეც stop sign-ი. ესე მარტივად. იმისთვის რომ ამის მერე ყოველ ჯერზე როცა დაგჭირდება რაღაცები რომ მაგალითად ანიმაციის დადება ეხლა ლოგიკურად არის stop სხვა რაღაცა არის თვითონ სიტყვა ამ ეკრანზე და ის წრე რაც შინით გავაკეთეთ კიდე სხვა რაღაცა არის. შესაბამისად იმისთვის რომ ესენი ერთიანი იყოს, ამისთვის გავაკეთებთ ეგრეთ წოდებულ pre-compose, რაც ნიშნავს იმას რომ ამ ორ რაღაცას გავაერთიანებთ ერთ ობიექტად. დავაჭერთ pre-compose და ჩავწერთ stop ნიშანი. და დავაჭერთ OK. როგორც ხედავთ, გაერთიანდა და აი რას გულისხმობდი, მაგალითად გაზრდა გვინდა. აი ესე იზრდება. რა თქმა უნდა, ჩვენი მასათა ცენტრი უნდა წამოვიღოთ ცენტრში. ლოგიკურად, რათა მის გარშემო მოხდეს ამის მერე ყველაფერი. მაგალითად scaling-ზე რო გავზარდე, ამ კუთხიდან გაიზარდა. შესაბამისად, ეხლა გაიზრდება აქედან. ჩვენ შეგვიძლია კიდე ოდნავ ვიმაიმუნოთ და ძალიან მაგარი რაღაც გავაკეთოთ. მაგალითად მოდიში და ფონად კონდეს რამე სოფლის ორღობე. highway, დავსაჩვევთ highway. ჩვეულებრივი ფოტოშოპი არის, მაგრამ არა უშავს.